თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიებული საქმე ბოლომდე არაა მიყვანილი. რატომ პირდაპირ ეთერში ვთავთ ქუთაის და ირაკლის სესიაშვილს და სტუდიაში ჩვენთან ერთად იმყოფება თავდაცვის ყოფილი მინისტრი. ძალიან დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ბატონო ირაკლი, თქვენი ნებართვით ბატონ ირაკლის დაუსვავ პირველ კითხვას, ძალიან დიდი ხანია იგი უკვე გველოდება. თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ის საქმე რაც დაიდო გამოძიებული, ეს არის ციცრუე და ეს არის ტყუილი, არის არადამაჯერებელი. რას უპასუხებდით თქვენ? ვინ თქვა ალბათონო ჩამოგითვალოთ, ნუგზარ ციკლაური, შემოთავაზებული ვერსია არის ტყუილი, გოგა გაბაშვილი, ეს არის სამუშაო ვერსია, დათო დარჩიაშვილი, ეს არის, აქ არის ორი ვერსია, ეს არის ან სრული ტყუილი, ან ეს არის რუსული სპეცსამსახურების მიერ გაკეთებული საქმე. გავაგრძელო კიდე. ბატონო ირაკლი. შეგიძლიათ გააგრძელოთ. დიახ. ანუ რას უპასუხებდით თქვენი ოპონენტების ამ განცხადებას? იპასუხებთ. კაუნინგა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, როდესაც ეს ვიდეო მასალა გავრცელდა, უმცირესობამ თავად მოითხოვა ამაზე საკომიტეტო მოსმენა. იმ იმედით ჩემი აზრით, რომ ამ საკომიტეტო მოსმენას ჩვენ არ ჩავატარდებდით და შემდეგ ამაზე სალაპარაკო გახდებოდა, მაგრამ ჩვენ ეს საკომიტეტო მოსმენა დახურული სტომა ჩავატარეთ. მოიწვიეთ შესაბამისი პირები, ვინც გამოძიებას აწარმოებდნენ, მაგრამ სამწუხაროდ უმცირესობა არ გამოცხადდა ამ მოსმენაზე და თავისთავად ვერ მიიღეს პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც მათ აქამდე გააჩნდათ. დღეს მე მეჩვენება, რომ ამ შემთხვევაში მათ მიერ დასმული შეკითხვები ან ვარაუდები უბრალოდ კეთდება მხოლოდ კითხვის დასმისთვის ან ვარაუდის გამოთქმისთვის. ეხლა მაშინ, როდესაც საუბრობენ დეპუტატები ან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რაიმე ტყუილზე, მინიმუმ პასუხისმგებლობის გზნობა უნდა გააჩნდეთ. იმიტომ რომ ისინი ეჭქვეშ აყენებენ სახელმწიფოს ინსტიტუტებს, მაშინ, როდესაც არანაირი საფუძველი არ აქვთ, რომ ან უარყონ, ან დაადასტურონ, რატომ შეიძლება ესა თუ ის, ასე თქვა, ამ შემთხვევაში ეს გამოძიება არ იყოს ობიექტური, ან რაიმე სახით გამოძიება ცდილობდეს მოსახლეობის სიცრუეში შეყვანა და კიდევ ერთხელ მაშინ, როდესაც ამ საქმეში ჩართული იყვნენ შეერთებული შტატების წარმომადგენლები, სხვა ქვეყნის ექსპერტები, რომელი სპეცსამსახურები კონკრეტულად ხო გაზრდილი იყო და თუ კი ისინი ეჭქვეშ მე ვფიქრობ, რომ ბატონმა ირაკლიმ აბსოლუტურად გასაგებად და მკაფიოდ ილაპარაკა, რომ შეერთებული შტატები აქტიურად გვიწევდა დახმარებას და მათაც მადლობა გადაუხადა და თავისთავად ცხადია, ეს არ იყო ის საქმე, რომელშიც მხოლოდ ქართული მხარე იყო დაინტერესებული. აქ საქმე ეხებოდა საკითხს, რომელიც მიზანმიმართული იყო ISAF-ის ოპერაციის წინააღმდეგ, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის წინააღმდეგ. თავისთავად ცხადია, შეერთებული შტატებიც იყო დაინტერესებული, რომ ამ შემთხვევაში საქმე არ ქონოდა რეალურ საფრთხეებთან და ცხადია, რომ მათი ინტერესიდან გამომდინარე ისინი ჩართულები იყვნენ გამოძიებაში. კი ბატონო, მოდით ბატონ ძიმას მოусმინოთ, თუ შეიძლება და შემდეგ ეჭქვეშ აყენებენ ამ პოზიციას. დიახ. ბატონო დიმიტრი, მითხარით თქვენი დამოკიდებულება მას შემდეგ, რაც დაიდო ეს საქმე, რომელიც გამოცხადდა გახსნილად. ეს საქმე დასრულებული არ არის. არის დადგენილი კონკრეტული ეპიზოდი ერთი დიდი საქმის და ჩვენ დაგჭირდება კიდე დრო იმისათვის, რომ დავადგინოთ სრული ჭეშმარიტება ამ საქმესთან დაკავშირებით. პირველი რაც უნდა ითქვას, ის რაც ბრძანა მინისტრმა ძალიან მარტივი არის გადამოწმება. მე ეჭვის თვალით არ უყურებ ამ განცხადებას, იმიტომ რომ პირველ რიგში ამერიკელები იყვნენ ამაში ჩართულები და სავარაუდოდ იქნებოდა სადაზვერო სამსახურები ჩართული. არის 4 სადაზვერო სამსახური ამერიკის შეერთებულ შტატებში, CIA, FBI, ANB და DIA არის სამხედრო დაზვერო, ეს არ იქნებოდა ჩართული შინაგან სამინისტრო მუშაობდა, სავარაუდოდ ეს იყო ცენტრალური სადაზვერო ბირო, სააგენტო, აქედან გამომდინარე, ეს ლეგიტიმაცია არის ძალიან მაღალი ამ საქმეს. ეხლა მნიშვნელოვანი არის, ეს პიროვნება არის თუ არა დასმული ინტერპოლის წითელ ცირკულარზე, ეს ძალიან მარტივად მოწმდება. საერთოდ მე მიმაჩნია, რომ არასწორი იყო გასაჯაროება იმ ინფორმაციის გასაგები, რომ დიდი პოლიტიკური დატვირთვა თუ ამას ჰქონდა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ იმისათვის რომ გავიგოთ მოტივი, ეს პიროვნება უნდა იყოს დაკავებული. მე არ მჯერა იმისა, რომ ამ პიროვნება მარტო გააკეთა ეს კლიპი, მარტო გაანთავსა და ასე შემდეგ. ორი ვარიანტია, ძალიან მარტივი არის, ხო? ესეთი რამე რო ხდება, არის ან ჰაკერი, ადამიანი, რომელსაც უნდა რაღაც გარკვეული
აღიარების მოპოვება თავის ესე ვთქვათ საძმაკაცოში, ჰაკერების საძმაკაცოში, ან მეორე ის ასრულებდა რაც კონკრეტულ დავალებას. როგორც ექიმი არ შეიძლება რომ იყოს ერთდროულად პედიატრი და ქირურგი. ასევე არ შეიძლება რომ ადამიანი იყოს ძლიერი ჰაკერი და ერთდროულად იყოს ძლიერი დიზაინერი. თქვენ სწორედ აღნიშნეთ, რომ ფილმი თვითონ ის როლი არის გაკეთებული მაღალი ხარისხით, ანუ პროფესიონალები მუშაობდნენ, გახმოვანება გაკეთებული, ანუ სხვა ადამიანის ხმა არის ბოლოს და ბოლოს იმ დადებული იმ რგოლებზე, ანუ აშკარად ვიღაცა მუშაობდა ამაზე. თუ ამ ადამიანის როლი იყო კონკრეტულად განთავსება და საკმაოდ პროფესიონალს განთავსა პროქსი სერვერების მეშვეობით, ამაზეც დასაწყისშივე საუბრობთ, რომ ესეთი მარტივი არ იქნება ამის გახსნა, იმიტომ რომ პროქსი სერვერები იყო გამოყენებული, შეგეძლოთ ზიმბაბვედან დაგეტოთ საქართველოს საიტი მისამართებით. მაგრამ ფაქტი არის, რომ კიდე ძალიან ბევრი არის სამუშაო ჩასატარებელი. ახლა თვითონ მუხლში, რომელთაც აღზრული არის საქმე, არის სიტყვა ტერორიზმი, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს ინტერპოლის სიაში, წითელი ცირკული არის. გასაგებია, რომ ეს არის აფხაზეთში, მაგრამ ადრე თუ გვიან ის გამოვა ამ არაკონტროლებადი ტერიტორიიდან და იქნება იქ სადაც ინტერპოლის იურისდიქცია ვრცელდება, მნიშვნელოვანი იქნება ამ ადამიანის დაკავება და თავარი რაც ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენ აღნიშნეთ ზუსტად მოტივი. რა იყო მოტივი? მოდით ამ კითხვას დავუსვავ სწორედ მე ხა ბატონ ირაკლის. ბატონ ირაკლი, მოისმინეთ თქვენ ბატონ დიმიტრის პოზიცია, ის ამბობს, ფიქრობს, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთი ადამიანის გაკეთებული არ იყოს. რა იყო მოტივი? ანუ ჩვენ ჯერ არ ვიცით მოტივი. როგორი არის თქვენი ვარაუდი, რა იყო მოტივი? თქვენ პოლიტიკოსი ხართ, დაუშვათ შინაგან საქმეთა მინისტრისგან განსხვავებით, რომელიც თავს იკავებს რაღაც პოლიტიკური შეფასებებისგან, თქვენ ეს უფრო თავისუფლად შეგიძლიათ. რა ყვალს ხედავთ, რა იყო, რა მოხდა თქვენი ინფორმაციით? პირველ რიგში მე ბატონ დიმიტრის ვეთანხმები, რომ რა თქმა უნდა გამოძიება უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ის განცხადებები, რაც მისმა კოლეგებმა გააკეთეს, რომ ეს იყო ტყვილი და სიცრუე, მე ვფიქრობ, ამას არ იზიარებს ბატონ დიმიტრი და სასურველია რომ ეს თქვა ეთერში. იზიარებ? თავისთავად ხარია ინტერპოლის ძებნაში მოხდება ეს პირი, მას შემდეგ რაც ყველა პროცედურას გაივლის შესაბამისი ეს პროცესი, რაც შეეხება ვარაუდებს, თავისთავად პირველ რიგში რა თქმა უნდა, ეს შეიძლება უმეტესწილად ეს მე ვფიქრობ დაკავშირებულია ორგანიზებულ დანაშაულთან და მათი მიზანი იყო ავღანეთში საქართველოს ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობის წინააღმდეგ იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობაში გარკვეული ანტიდამოკიდებულება გამხდარი, ასე ვთქვათ, ანტიდამოკიდებულება ყოფილიყო ISAF-ის ოპერაციის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს იყო მიზანმიმართული იმისკენ, რომ საქართველოს მოსახლეობა სკეპტიკურად ყოფილიყო განწყობილი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საქმეში, მაგრამ თუ გინდა ჩვენ დავადგინოთ კონკრეტული პირები, დავადგინოთ ორგანიზატორები და შემკვეთები, თუ ჩვენ ამ მიმართულებით წავალ და არ წავალთ იქითკენ, რომ ეს იყო ჰაკერი, რომელსაც სურდა უბრალოდ საკუთარი, ასე ვთქვათ, IT ხელოვნების დამტკიცება, რა თქმა უნდა, ეს პირი უნდა დავაკავოთ და შემდგომ შევძლოთ სხვადასხვა ღონისძიებების გატარების შემდგომ იმის დადგენა, თუ რა იყო რეალურად ამ ყველაფრის უკან პოლიტიკური მოტივი. ამიტომ თავისთავად ცხადია ეს პროცესი გაგრძელდება. მე მიკვირს, რომ ამ შემთხვევაში ბატონ დიმიტრი ვეთანხმები იმ ნაწილში, რომ შეიძლება ეს საქმე საერთოდ გახმაურებულიყო მანამ სანამ არ მოხდებოდა ამ პირის დაკავება და შემდგომი გამოძიების შემდგომი გაგრძელება, მაგრამ სასამართლომ აკვეთი ღონისძიება წინასწარი შეუფარდა და დაუსწრებლად შესაბამისად ეს ინფორმაცია უკვე გასაჯაროვდა, ამიტომ ამას ჩვენ ამ პროცესს ჩვენ ვერ შევაჩერებთ, თუმცა გამოძიება გაგრძელდება და მე იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან ამ პირის დაკავება შევძლებ და შესაბამისი მოტივების დადგენასაც მოვახერხებთ. მაგრამ მინდა სულ ყველას უთხრა განსაკუთრებით მოსახლეობას, რომ აქ მთავარი მიღწევა გახდათ ის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეძლო აი ამ ძალიან რთული, მე ვიყოდი ურთულესი საქმეზე ჭეშმარიტებით დადგენა. და რატო აქვს ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა? იმდენად რამდენადაც ის ადამიანები, რომლებსაც და ის ორგანიზაციები თუ პირები, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ მსგავსი ზრახვები, მათ სწორედ პრევენციულად დაარტყა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ამ ხრივ დაამტკიცა საქართველოს, რომ მას შეუძლია ისეთ მძიმე დანაშაულებს გაუმკლავდეს, როგორც არის კიბერშეტევა. დიდი მადლობა, ერთი წუთი თუ შეიძლება ხმა იგვიანებს, როგორც დიდი ხანია მუშაობს.
თუ შეიძლება მე ვკითხავ ბატონ დიმიტრი შაშკინს, იგი იზიარებს თუ არა გამოძიების იმ ნაწილში აი ამ ვერსიას, რომელიც დაიდო, უпростоრად ვერსია არა, გამოძიებული საქმე, რა სიტყვით? თუ თქვენ მეკითხებით ვიზიარებ მოსაზრებას, საფუძველი თქვას რატო არ უნდა იზიარებდეს? თუ თქვენ მეკითხებით ვიზიარებ თუ არა რომ საქმე გახსნილია, არ ვიზიარებ, საქმე გახსნილი არ არის. არის დადგენილი საქმის ერთი ფაქტორი. მისაღებია თქვენთვის ეს? კი, ეს არის დადგენილი და მე გითხარით რატომ? იმიტომ რომ ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია. სწორი მიმართულებით მივიდივართ ბატონ დიმიტრი. ძალიან მაღალი ლეგიტიმაციას ამ საქმეს აძლევს ის, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო იყო ამაში ჩართული და ეხლა ეს მართლა საბავშვო არ არის, რომ ვინმე ტყუილები თქვას ესეთ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც გამოძიება მიდის ტერორიზმის მუხლით, კვლავ ვიმეორებ, ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია. საქმე გახსნილი არ არის. არის დადგენილი ერთი ფაქტორი, არის დაუდგენელი მოტივი და როგორც იურისტი შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერ საქმეში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზისური ფაქტორი არის მოტივი, ანუ რატო გაკეთდა ეს. არ არის დადგენილი საერთოდ ვერსიაც ჯერჯერობით არ განიხილება, ეს იყო მარტო ერთი ჰაკერი თუ იყო ჯგუფი ხალხის. ვთქვით, რომ ჩვენ ამ საქმის გამოძიება დროულად არ გვინდა ან შეერთებული შტატების მხარდაჭერით ან მათ ექსპერტებს თუ სპეციალებს არ სურთ ამ საქმის სწრაფად გამოძიება და თავად აყოვნებენ თქვენ დამიდასტურეთ პროცესი მიმდინარეობს თუ არა სწორად მე გეთანხმებით რომ რა თქმა უნდა ჩვენ და გავიდეთ იმ საბოლოო დამკვეთებზე მაგრამ პროცესი მიმდინარეობს სწორად თუ არა თქვენ ეს დამიდასტურეთ ანუ ვაღად ან თქვით რომ ის და ის გამოაქვეყნა ეს არის ტყუილი როგორც თქვენი კოლეგები ამბობენ ეთანხმებით თუ არა თქვენ კოლეგებს ამას გეკითხებით მეთქვია რომ რამე არის ტყუილი თუ არა ერთებული შტატების სპეციალისტები ამას არასწორი ინფორმაციას უგაწვდიან. მე არ მithქვია, რომ ეს არის ტყუილი. მე როგორც იურისტი ნებისმიერ ჩემ სიტყვაზე ვაგებ პასუხს. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გავუმეორებ, რომ უფრო ნათელი იყოს, რაც თქვი დასაწყისში. პირველი, თუ თქვენ მეკითხებით, რომ ვიზიარებ თუ არა, რომ ეს საქმე არის გახსნილი, საქმე გახსნილი არ არის. არის დადგენილი საქმის ერთ-ერთი გარემოება. მეორე, თუ თქვენ მეკითხებით, კი, რა თქმა უნდა, პროცესი მიდის და ის ფაქტი რომ არის დადგენილი კონკრეტულად შემსრულებელი, ანუ პიროვნება ვინც ატვირთვა, ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ საქმე მიდის სწორი მიმართულებით. ეს არის უდაო და თეთრზე შავის თქმა არ შეიძლება, როგორიც სხვადასხვა სოციალობის შეხედულებები ჩვენ არ უნდა გქონდეს. საქმე მიდის სწორი მიმართულებით, რომ დადგენილი არის პიროვნება, რომელსაც ატვირთვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქმე არის დამთავრებული. ანუ არის ძალიან ბევრი რამ კიდე გასაკეთებელი მე დასაწყისში ვთქვი ზუსტად პროცესი გრძელდება ბანონები ზუსტად ეს მე ვთქვი დასაწყისში რომ ჩემი აზრით რამდენად მისაღები იყო და ეხლა მნიშვნელოვანი იყო ამ პიროვნებაზე საუბარი მესმის პოლიტიკური დატვირთვა მაგრამ ფაქტი არის რომ ეხლა ეს პიროვნება უყურებს ამ გადაცემას უყურებს ქართულ არხებს ბოლოს და ბოლოს გადასცემდნენ მაგას და ბევრად უფრო შემცირდება შესაძლებლობა ამ პიროვნების დაკავების იმიტომ რომ კვლავ ვიმეორებ მინისტრმა აღნიშნა რომ ინტერპოლთან მიდის მუშაობა თუ ეს პიროვნება ზის ეხლა წითელ ცირკულარზე ეს ნიშნავს რომ ეს პიროვნება უნდა იყოს დაკავებული როგორც შევა ინტერპოლის იურისდიქციის ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ეხლა ეს პიროვნება ამას ისმენს, ბუნებრივია რომ დაიმალება. ბუნებრივია ეს ამას ამბობ თქვენ. დაგიპირისპირებთ ჩემ კი ბატონო, გისმენთ ბატონო ირაკლი. მე მესმის ბატონ დიმიტრი რომ მნიშვნელოვანია რომ ჩვენ რეალური შემკვეთი თუ ასეთი არსებობს დავადგინოთ და პასუხი ვაგებინოთ. რაც ამ საქმესთან დაკავშირებით ვარაუდს გამოთქვათ საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება, რომ თელმა საზოგადოებამ, მათ შორის ბოროტის რახვის მქონე პირებმა გაიგონ, რომ ჩვენ ეს საქმე გავხსენით და პრევენციულად მოვახდინოთ ზემოქმედება იმაზე, რომ სხვა მეორედ აღარ გაბედოს ჩვენი საზოგადოების დატერორება, ჩვენი ქვეყნის სწრაფვა ნატოსკენ, ჩვენი მონაწილეობა ISAF-ის ოპერაციაში. ამიტომ ამის გაჟღერებას ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა, მე ვიტყოდი იმაზე მეტი, ვიდრე თუნდაც აი ამ ასე თქვა დამნაშავის დღეს განაცხადეთ ბატონო ირაკლი რომ უფრო დიდიო საფრთხე ავიცილეთ თავიდანო და რას გულისხმობდი და თუ შეიძლება შეგიძლიათ თუ არა დააკავშიროთ ეს კლიპი კონკრეტული და მე იმავე დღეს საღამოს ქართველი ჯარისკაცების აფეთქება ავღანეთში თქვენი აზრით ეს რაიმე ურთიერთკავშირში შეიძლება იყოს მე ესეც მინდა რომ მკითხოთ თქვენს ბატონო დიმიტრი გისმენთ
ვერ გეტყვით მე არ მივცემ თავს უფლებას რომ ამ შემთხვევაში ვარაუდი გამოვთქვა, იმიტომ რომ ალბათ გამოძიება ამ მიმართულებითაც მიმუშაობს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვმეორებ, საფრთხე ჩვენ ავირიდეთ იმ ხრივ, რომ თუ ჩვენ ამ საქმეზე ჭეშმარიტებას არ დავადგენდით და არ ვიპოვიდით ამ პირს, ეს მანიშნებელი იქნებოდა იმისა, რომ ჩვენი კიბერსივრცე არის დაუცველი და ჩვენ არ შეგვიძლია ასეთი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. შსმ-ს დაამტკიცა და მეტიც ძალიან ეფექტურად მოახერხა ურთულესი გამოძიების სასურველ წერტილამდე მიყვანა. ამიტომ ის პირები, ვინც მომავალში მსგავსი ბოროტის ძრახვებით დაინტერესებიან, ეს პრევენციულად მათზე იმოქმედებს და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის რომ ჩვენ თუ ეს ორგანიზებული იყო ჩვენი მტრების მიერ ხომ ხვდებით რომ ამ ორგანიზატორების აღმოჩენა და დაკავება ფაქტობრივად შეიძლება შეუძლებელიც იყოს, მაგრამ ჩვენი თავი მიზანი რა არის? ჩვენი ქვეყანა იყოს უსაფრთხოდ. და ჩვენ თავიდან ავირიდოთ აი ასეთი ფსიქოლოგიური ტერორიზმი. კი ბატონო, ანუ პრევენცია იყო ამ ადამიანის დასახელება, ბატონო. ჯგუფს რომელიც მუშაობდა და მადლობა ჩვენს მეგობრებს. დიდი მადლობა. თუ შეიძლება სტუდიაში უნდა დავსვა შეკითხვა და თქვენ რა სიტყვით? ანუ ეს იყო ჩვენი მხრიდან პრევენციაო, რომ არ მომხდარიყო კიდევ უფრო დიდი საშინელება რაღაც საფრთხეებზე საუბრობ. გასაგებია, შინაგან საქმეთა სამინისტროს არგუმენტი გასაგებია, რომ ეს იყო გამოყენებული როგორც პრევენცია. პრობლემა მდგომარეობს შემდეგში, რომ მე არ მგონია და არ თვლი, რომ ეს იყო ერთი ჰაკერი, რომელიც თავისი ნიჭით მუშაობდა. თავდაცვის სამინისტროში ზაფხულში ჩვენ გვქნიდით ძალიან ძლიერ IT ჯგუფს, რომელიც სამწუხაროდ ახლა დაშლილი არის, ზოგი არის გერმანიაში, ზოგი ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობს. მე მქონდა მაგათთან ურთიერთობა, სანამ მოვიდოდი ამ გადაცემაში. ყველა IT სპეციალისტის მოსაზრება ერთად კანონპროექტის ავტორი, რომ თავდაცვის სამინისტრო აღარა ვარ ეთერში. ძანეთ ეთერში ხართ კი. ყველა ამ IT სპეციალისტის ბატონო დიმიტრი, ცდებით, ჩვენ არათუ შევწყვიდეთ ეს პროგრამა, არამედ ვავითარებთ, მე გახლავართ თავდაცვის სამინისტროსთან ერთად კანონპროექტის ავტორი, რომელიც ბიუროზე უკვე შესული არის და უახლოეს ხანებში თავდაცვის სამინისტროში, მას შემდეგაც ეს ცვლილებები გავა, შეიქმნება კიბერუსაფრთხოების ჯგუფი. და არათუ მხოლოდ თავდაცვაში განვითარდება ეს მიმართულება, არამედ სხვა სამინისტროში და შეიქმნება საერთო ქოლგა სისტემა, რომელიც შეეცდება დაიცვას მთელი ქვეყანა კიბერშეტევისებიდან. ბატონო ირაკლი, ამაზე კი პასუხებთ, ეს უკვე იყო დაწყებული. ძალიან გვიან. ეს უკვე იყო დაწყებული ეს მუშაობა, სამწუხაროდ ხალხი, რომელიც ემზადებოდა ესტონეთში, რომელშიც იყო ფული ჩადებული მთავრობის მიერ და ეს ჯგუფი იყო შექმნილი, იყო დათხოვნილი დაახლოებით ნოემბერში 2012 წლის და თქვენ ახლა გიწევთ ამის ყველაფრის ნოლიდან გაკეთება, როდესაც ეს ყველაფერი გაკეთებული იყო, მაგრამ ეს სხვა გადაცემის თემა არის, აქ საუბარი არის თვითონ ამ კლიპზე. თუ გინდათ გითხრათ რისი აწყობა მოგვიწია ნოლიდან და რა ვითარება დაგვხდა მათ შორის რა ვითარება დაგვხდა ბატონო ირაკლი საქმენი საგმირონინა დამიჯერეთ მთელი დღის ეთერი არ გვეყოფათ ძალიან გთხოვთ თქვი თუ შეიძლება რა ვითარება დაგვხდა და რა საგმირო საქმეებზე ლაპარაკობ ქალნოინგა ეთერი არ ეყოფა ამას მოკლედ გითხარით მე არ მოგთხოვთ ახლა ყველაფერზე დღეს საუბარს მაგრამ მოკლედ თქვით არა როცა ესეთ რაღაცას ამბობთ ეთერში უნდა დააკონკრეტოთ პირდაპირ გეტყვით რომ თავდაცვის სამინისტროში დაგვხდა ძალიან ძიმე მემკვიდრეობა ფაქტობრივად ჩვენ სისტემის აწყობა გვიწევს თავიდან ფაქტობრივად და ის ფული რაც წლების მანძილზე თავდაცვის სამინისტროსთვის იყო გამოყოფილი ძირითადად არამიზნობრივად იხარჯებოდა მათ შორის სამწუხაროდ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის და თქვენ იცით რომ გამოძიებამ დაადგინა რომ თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო სახსრები იხარჯებოდა პოლიტიკური მიზნებისთვის და ხმარდებოდა ნაციონალური მოძრაობის PR აქციებს და მათ PR კამპანიებს კი ბატონო მოდით მე არ მინდა ახლა შევიდე დეტალებში და ვიცაუბროთ. კარგი, არა, კომენტარი მოდით მოვისმინოთ. კაცრავად, ყოფილი თავდაცვის მინისტრის სტუდიაში ზის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ალბათ მისი კომენტარი იქნება საინტერესო და ამეთანხმეთ ამ თემას. მე დაუბრუნდები ამ თემას, ერთადერთ პატარა რემარკას გავაკეთებ, რომ თუ მე არ ვაპირებ რომ ამტკიცო რომ დანაშაული არ ჩამიდენია, ჯერჯერობით ამ ქვეყანაში არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია. თუ ვინმე თulis რომ მე ჩავიდინე დანაშაული, აი პროკურატურა არსებობს, გენერალური პროკურატურა ის გამოიძიებს ნებისმიერ საქმეს. რაც შეეხება კონკრეტულად IT-ს. მე გავაგზავნებ იმ საუბარს. მე მქონდა საუბარი ამ სპეციალისტებთან, ზოგი ახლა გერმანიაში მუშაობს, ზოგი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყველა დამიდასტურა რომ ეს ერთი ადამიანის გაკეთებული არ არის. ეს ერთი. პრევენცია გასაგები არის
რამდენად ეს იმუშავებს ეს მეორე საკითხი არის. ერთ-ერთი არგუმენტი, რაც მომიყვანეს, რომ ეს არ არის ერთი ადამიანის ნამუშევარი, არის ის, რომ ჰაკერი, რომელსაც უნდა რაღაც აღიარება ამ საზოგადოების, არასოდეს თავის სოციქსელებში თავის სურათებს არ დადებს. ეს არის ტაბუ ამ ხალხისთვის. ეხლა მათ გააჩნიათ თავისი მენტალობა, თავისი ფასეულობები და რაღაც გარკვეული ტაბუ არსებობს, რომელიც ეხლა ჩვეულებრივი ადამიანისთვის შეიძლება გაუგებარი იყოს, მაგრამ ნებისმიერი ადამიანი ესეთი, რომელიც თავის თავს პატივს ცემს და გონია, რომ არის დიდი ჰაკერი, სოციქსელებში ხა სურათების ტრენინგის სურათების დადებას არ და მუშაობდა ამ თემაზე სხვათა შორის და მან შეძლო რომ მოეძიებინა მისი ფოტოები და მთელი რიგი ინფორმაცია, მათ შორის მოსკოვში მისი ორი ჩასვლის შესახებ და ასე შემდეგ. ძალიან დილეტანტური თემა არის, ადამიანი ახლა სოციქსელებში თავის ცხოვრებას ყვება და ამავდროულად პრეტენზია აქვს, რომ არის დიდი ჰაკერი. ეს ნამდვილად არ არის რეალური. მოდით დავუთმოთ ეთერი, მე ვიცი რომ ბატონ ირაკლის ეჩქარება და ბოლოს ერთ კითხვას დაუსვავთ, თქვენ რა ვერსიები გაქვთ, მითხარით. სამწუხაროდ თქვენი ხმა ძალიან ცუდად დაგვიანებით მოდი. სამწუხაროა რომ ქუთაისიდან გვერდებით დროზე გადმოდით ამ თბილისში, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები ხართ ჩვენი გადაცემების. სიამოვნებით. ბატონ ირაკლი, ბოლო კითხვას დაგისვავთ და შემდეგ ბატონ იმასაც იგივეს ვკითხა. ვერსია თქვენი, გარდა ამისი, რომ იყო ის ჰაკერი, რომელმაც ესე თავისი ინიციატივით გააკეთა ყველაფერი, არ გაქვთ სხვა პოლიტიკური? მე კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც ეს კლიპი დაიდო, იმ დღეს მოხდა ის საშინელება ავღანეთში, რომელსაც შეეწირა 7 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე. მე არ ვიცი ეს უკავშირდებოდა თუ არა ერთმანეთს, მაგრამ ეს ხო თავისთავად იმის საფუძველს იძლევა, რომ ვერსიები რომ გაჩნდეს. კანონინგა მე არ მინდა მაყურებელი შეცდომაში შევიყვანო და ასე ვთქვათ დავასახელო ის ვერსიები, რომელიც შეიძლება ოფიციალურად განიხილებოდეს. ამიტომ მე გამოვთქვამ მხოლოდ ჩემ ვარაუდს. მე ვეთანხმები ბატონ დიმიტრის, რომ შეიძლება იქ არსებობდეს მთელი რიგი დეტალები, რომელსაც თავისთავად ცხადია, ასევე გამოძიება ითვალისწინებს, იმიტომ იქაც ძალიან მაღალი დონის ექსპერტები არიან და მუშაობენ ამ თემაზე. მე მაინც ვთვლი, რომ ეს არის ორგანიზებული დანაშაული, ამ ყველაფრის უკან არის შემკვეთი, მაგრამ ვინ არის ამის დაკონკრეტება ძალიან გამიჭირდება. მე მესმის, რომ აქ შეიძლება ორი მიმართულებით წავიედეთ, ეს შეიძლება იყოს რუსული სპეცსამსახური, ეს შეიძლება იყოს თალიბანი, ეს შეიძლება იყოს ასევე მესამე ძალა, რომელიც დაინტერესებულია მესამე ძალაში ვის გულისხმობთ? ანუ საქართველოში არსებულ რომელიმე ძალაზე გაქვთ საუბარი? კალონინგა სოფლიოში ტერორიზმს სამწუხაროდ სოფლიოში ტერორიზმს სამწუხაროდ იმდენი დამქაში ყავს, რომ მერწმუნეთ, არათუ მესამე, შეიძლება მეოთხე და მეხუთე ძალაც არსებობდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს კლიპი მიზანმიმართული იყო საქართველოს მოსახლეობის ფსიქოლოგიური დატერორებისკენ. იმისათვის, რომ მოსახლეობაში განჩნდალიყო მეტი სკეპტიციზმი ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების ავღანეთში ISAF-ის სპეცოპერაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ ჩვენ უარი გვეთქვა შემდგომი ნაბიჯები გადაგვეთქვა ნატოში ინტეგრაციისთვის. ამიტომ თავისთავად ცხადია ამ ვერსიებიდან უნდა გამოვიდეთ. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ორგანიზებული, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოძიება გაგრძელდება. თუ შესაძლებელი იქნება, რომ ჩვენ გავიდეთ ორგანიზატორებზე, ეს ძალიან კარგი იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავარი მიღწევა მაინც არის ის, რომ ჩვენ პრევენციულად დავარტყით ყველას, ვინც მომავალში გაიფიქრებს ამ ბოროტ ძრახას გაილო. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ეს იყო ირაკლი სესიაშვილი, პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. მე მინდა ისევ თქვენ დაგისვათ კითხვა. ვერსიები, აი თქვენთვის, როდესაც ამ თემაზე ფიქრობთ, რა ვერსიები შეგიძლიათ რომ მოგვაწოდოთ? ჩემი პირველი ვერსია იყო, როდესაც იყო ნაჩვენები ეს კლიპი, იყო რუსეთი. ბუნებრივი არის, რომ არის ქვეყანა, რომელთან ჩვენ ვართ საომარ მდგომარეობაში, რომელსაც ძალიან არ მოსწონს, რომ ჩვენი კონტინგენტი იღებს მონაწილეობას ISAF-ის მისიაში, იმიტომ რომ ძალიან კარგად ესმის ზოგიერთი ადამიანისგან საქართველოში, რამდენად ეს მნიშვნელოვანი არის საქართველოსთვის და ბუნებრივია, რომ იყო რუსეთი. ეხლა შეკითხვა არის ბუნებრივია, რა უნდა ვქნათ, ხომ? ანუ ამ ვერსია, ეს ვერსია რომ დადასტურდეს, ან არ დადასტურდეს, ხო, ძალიან მარტივი არის. არსებობს პიროვნება, რომელზეც ვთქვათ ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ხელი დადო, შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ეს არის დამნაშავე, კონკრეტულად ამან ატვირთვა. პირველი უნდა შევიდეს წითელ ცირკულარში ინტერპოლის. ინტერპოლმა უნდა მოითხოვოს რუსეთისგან ამ პიროვნების დაკავება. თუ რუსეთმა ახლა უარი თქვა ამ კონკრეტულად პიროვნების დაკავებაზე, უარი თქვა დაკითხვაზე და ასე შემდეგ, უკვე
დადასტურდება ნაწილობრივ რაღაცა დადასტურდება. მინდა რომ მკითხოთ უკაცრავად თქვენ ხედავთ რაიმე კავშირს თქო წეღანაც დავსვი ეს კითხვა ანუ იმ ტრაგედიასა და ამ კლიპს შორის უბრალოდ შემთხვევითი დამთხოვა ეს იყო დამთხოვა ჩემი აზრით ახლა მე არ შეიძლება რომ 100%-იანი ინფორმაცია მქონდეს ამასთან დაკავშირებით მაგრამ როგორც ჩანს ეს იყო დამთხოვა იმიტომ ამ კლიპის რეალური არსი იყო პოლიტიკური თუ მოტივებზე საუბრობთ ხომ ეს როგორც ვერსია უნდა იყოს პოლიტიკური ვერსია განხილვებული იმისათვის რომ მუხარა იყო ტერორი შიში დაითესოს ქვეყანაში და ბუნებრივია იყოს უარყოფითი რეაქცია ჩვენ ჯარისკაცების ყოფნაზე ISAF-ის მისიაში და თანამშრომლობაზე. ვინაიდან ამერიკული სპეცსამსახური იყო ჩართული მინისტრმაც თქვა და თქვენც იგივეს ამბობთ ხო პრაქტიკულად ეს თქვენთვის უკვე ხსნის ეჭვს რომ ეს ადამიანი მართლა იყო თუ არა აი ამის შემოქმედი თუნდაც ანუ საერთოდ მონაწილე იყო რეალური ადამიანია თუ არა ამ საქმეში ის რომ CIA-ის დახმარებით იყო დადგენილი ეს პიროვნება ეს რა თქმა უნდა მაღალი ლეგიტიმაციის თემა არის ამ кейსის ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრობლემა ამისი არის ის რომ ჩვენ მოგვიწია ჩვენი ამერიკელი პარტნიორების დახმარებისთვის თხოვნა მე კიდევ ერთხელ გავუმეორებ რაც თქვი ივლისში 2012 წლის თავდაცვის სამინისტროში რაზეც ახლა ბატონი ირაკლი საუბრობდა რომ ეს იგეგმება და ასე შემდეგ უკვე იყო შექმნილი ჯგუფი აი ეს სათითაოდ კერძო კომპანიებიდან საზღვარგარეთიდან ჩამოვიყვანეთ მოვეფერეთ დაახლოებით 12 იყო ადამიანი რომელიც აი 10 ბალიანი შკალით 7-8 ბალის მქონე IT სპეციალისტები იყვნენ ნაწილი იყო გაგზავნილი ესტონეთში ძალიან გვეხმარებოდა გაიარა სპეციალური კურსები მათ შორის ჰაკერების cyber security-ს და ასე შემდეგ ხო ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს ხალხი იყო დათხოვნილი იმ საბაბით რომ ძალიან მაღალი ხელფასები აქვს კი ძალიან მაღალი ხელფასები იყო ზოგი იღებდა 1000 ლარამდე ხელფასს კი მაგრამ თქვენ თუ ინტერნეტში შეხვალთ და ნახავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი პროფესია რა არის სამეულში შედის IT სპეციალისტი $200,000 წელიწადში მე არიან ორი ექიმი ანესთეზიოლოგი და მესამე სამწუხაროდ არ მახსოვს $200,000 იღებს ეს ხალხი ჩვენთან მუშაობდა ზოგი 5,000-ად ზოგი 6,000-ად ზოგი 10,000-ად მაგრამ ეს იყო ჩვენთვის ჰაერივით საჭირო ხალხი და არ იყო ხო აქ ასობით ადამიანი ეს ჯგუფი აღარ არსებობს ეს საერთოდ ხალხი არის გაშვებული სამსახურიდან ამ საბაბით რომ ძალიან მაღალი ხელფასები იყო ახლა ადამიანს რომელიც ამერიკაში შეუძლია იშოვოს $200,000 $1000 ლარად ვერ დასვალ სამსახურში საქართველოში. მოდით ერთი კითხვა მინდა რომ დაგისვა დღევანდელ განცხადებაში, როდესაც გაკეთდა განცხადება რომ საქმე არის გახსნილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თქვა რომ ანუ როგორ მოხდა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან მალაიზიაში წინასწარ მომზადებული სერვერის გამოყენებით დაშიფრული ხაზით შეაღწია თბილისში ორ სხვადასხვა მისამართზე მდებარე კერძო სტრუქტურათა ოფისების ინტერნეტ ქსელში. სწორედ აქედან გამომდინარე მინდა დაგისვათ კითხვა მე ეს შეკითხვა ირაკლი ღარიბაშვილსაც დაუსვი. ხომ არ არის თქვენი აზრით, ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ რომ აი ეს ორი რაღაც სტრუქტურის ოფისიდან გამომდინარე ამ საქმეში ერიოს ქართველის ხელი. აქ ძალიან ადგილობრივი ჩვენი რომელიმე თანამოქალაქი. მაშინ ერთ წუთს წაგართმევთ აგიხსნით თვითონ პრინციპი რა იყო გამოყენებული. როდესაც ეს კლიპი იყო ატვირთული, მაშინ მე გავაკეთე განცხადება, რომ სავარაუდოდ ეს იქნება ძალიან რთული საქმე. პირველ რიგში, იმიტომ რომ იქნება გამოყენებული პროქსი სერვერი. ანუ კლიპის ხარისხი უკვე მიუთითებდა იმაზე, რომ ეს არ იყო რა პადვალში გაკეთებული ფილმი, ხომ? ანუ პროფესიონალურად თუ გაკეთდა კლიპი, სავარაუდოდ ფული ჩაიდო, სავარაუდოდ მაგის განთავსებასაც კონკრეტული ნაბიჯები მოყვება. რა არის პროქსი სერვერები? ანუ ინტერნეტში შესაძლებელი არის IP მისამართები, რომელთაც პირობითად თქვენ ხმარობთ და ძალიან მარტივია დასადგენი ეს IP მისამართები, მიუხედავად რომ არსებობს ასევე IP მისამართები, რომელიც იცვლება, მაგრამ ამის შეიძლება დადასტურდეს, მაგრამ არსებობს პროქსი სერვერები, რომლითაც პირობითად ნიგერიიდან თქვენ დარეგისტრირდებით საქართველოში და როდესაც აიტვირთება პირველი რაც იქნება ნაჩვენები საქართველო როგორც IP მისამართი. მაგრამ თუ ძლიერი ჰაკერი არის, ის გამოიყენებს არა მარტო ნიგერიის, მალაიზიის, ჰონგ-კონგის და ასე შემდეგ. ჯაჭვი იქნება ძალიან გრძელი.
გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ეს იყო ისეთი მნიშვნელოვანი თემა მთელი დღის განმავლობაში და ამიტომაც გთხოვეთ ამ თემაზე გადაცემაში მიგიღოთ მონაწილეობა, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან გაკეთდა და კეთდებოდა დღეს მთელი დღის განმავლობაში განცხადებები, რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე და ეს ყველაფერი არის ტყუილი. ანუ ყოფილ თავდაცვის მინისტრს ვინაიდან აქ ამერიკული სპეცსამსახურები იყვნენ ჩარეული, ეჭვი არ ეპარება. მე როგორც თქვენ თვითონ აღნიშნეთ, გიგი უგულავომაც დააფიქსირა ეს პოზიცია. ჩემი პოზიცია არის, რომ მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ საქმე არის გახსნილი, საქმე ნამდვილად გახსნილი არ არის. ეს არის დადგენილი ერთი ფაქტორი. ეხლა პოლიტიკური მომენტი რა აქვს ამას, რომ შეიძლება ენდო, შეიძლება არ ენდო. ეხლა მე ყველა ვართ თავისუფალი ადამიანები, ხო? ჩემთვის ის გარემოებები, რომელიც არსებობს, საკმარისი არის, რომ კონკრეტულად ამ მომენტს, აი ამ ადამიანის არსებობას მე ვენდობ. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ მაშასე. ეს იყო დიმიტრი შაშკინი, ასეთი იყო დღის მთავარი თემა ჩვენს ეთერში. გემშვიდობებით ხვალამდე, ხვალ საღამოს 8 საათზე დღის მთავარი თემით ჩვენ ისევ დავბრუნებით. ნახვამდის.